ცხეთა ეს არის ადგილი, სადაც საქართველოს ისტორია ქვასა და სიჩუმეშია ჩაწერილი. აქ ამ წმინდა ტაძარში განისვენებს ქართველი ერის ორი გამორჩეული მეფე, ვახტანგ გორგასალი და ერეკლე მეორე. მათი საფლავები მხოლოდ ისტორიული ძეგლები კი არ არის, ისინი ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებია. სწორედ აქ იგრძნობა დროის სიღრმე. აქ იგრძნობა როგორ იბადებოდა ქართული სახელმწიფო, როგორ იდგა იგი გასასწრების წინაშე და როგორ გადარჩა. ვახტანგ გორგასალი მეფე, რომელმაც თბილისი საქართველოს დედაქალაქად აქცია და სახელმწიფოებრივი იდეა ახალ ძალით განახორციელა. მისი მეფობა იყო სიმბოლო ძლიერი სახელმწიფოსი, სადაც მეფე არა მხოლოდ მმართველი, არამედ ერის მსახური იყო. ერეკლე მეორე უკანასკნელი მეფე, დიდი მეფე ქართველი ერისა, მონარქი, რომელმაც ძიმე ეპოქაში შეძლო საქართველოს გაერთიანება, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და ქვეყნის გადარჩენისათვის ბრძოლა. მისი სახელი ქართულ ისტორიაში გამორჩეული სიტყვისა და პასუხისმგებლობის ნიშნად დარჩა. სოციოლოგიაში ადამიანს უნებლიურად უჩნდება კითხვა, რა იყო ის ძალა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში გაერთიანა ქართველი ხალხი. ერთ-ერთი პასუხი სწორედ მონარქიული ტრადიციაა. ის იდეა, რომ მეფე მხოლოდ ძალაუფლების მფლობელი კი არა, არამედ ერის სიმბოლო და სახელმწიფოს ერთიანობის გარანტია. დღეს, როდესაც საზოგადოებაში ხშირად ისმის საუბარი სახალხო კონსტიტუციურ მონარქიაზე, ეს თემა მხოლოდ წარსულის ნოსტალგია არ არის. თანამედროვე მსოფლიოში კონსტიტუციური მონარქია დემოკრატიის ერთ-ერთი წარმატებული ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ. ასეთ სისტემაში მეფე პოლიტიკურ ბრძოლაში კი არ მონაწილეობს, იგი არის ეროვნული ერთიანობის სიმბოლო, სახელმწიფოს ისტორიული მემკვიდრეობის მატარებელი და საზოგადოების შედგომი ფიგურა. ამიტომ სვეცხოველი და ცხეთა მხოლოდ წარსულის მუზეუმი არ არის, ეს არის ადგილი, სადაც ისტორია მომავალს ესაუბრება. ვახტანგ გორგასალისა და ერეკლე მეორის საფლავთან დგომისას უფრო მკაფიოდ ჩანს, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა ყოველთვის ეკრებოდა სამ მთავარ საფუძველს: წმენას, ერთობას და პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. შესაძლოა სწორედ ამ სიჩუმეში იწყება კითხვა, რომელსაც დღეს მთელი ბევრი ქართველი სვამს. შეიძლება თუ არა, რომ ისტორიის გამოცდილება და თანამედროვე დემოკრატია ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ როგორც სამეფო კლუბის წევრები, ჩვენ ვართ სამეფო კლუბის წევრი და ჩვენ გვაქვს ესე იგი მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი ამასთან დაკავშირებით და მე მინდა გაგაცნოთ ახლა საქართველოს სამეფო მონარქისტული კლუბის მოკლე სამუშაო რეგლამენტი. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მაგალითი ჩვენი ისტორიისა და სარწმუნოება გვასწავლის, რომ ქართველი ხალხის ეროვნული, რელიგიური, კულტურული და სოციალური უფლებების დასაცავად სამეფო ტახტი ყველაზე ორგანულია. საქართველოს სასულიერო და საერო მოღვაწეთა სამეფო მონარქისტული კლუბი, შემოკლებით სამეფო კლუბი ან მონარქისტული კლუბი, არის საქართველოს სამეფო ტახტის აღდგენისა და მისი სახალხო კონსტიტუციური მონარქიის სახით დადგენის სრულად ზეპარტიული სათათბირო სადისკუსიო კლუბი. კლუბის უმთავრესი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს სახალხო კონსტიტუციური მონარქისტულ იდეებს, რათა შემდგომ რეფერენდუმის საშუალებით ქვეყანაში დამყარდეს კონსტიტუციური მონარქისტული წყობა. კლუბი აღიარებს ეროვნული ურთიერთობის აუცილებლობას. კლუბი არ იხსნის რომელიმე ფენის შთამომავალთა პრივილეგიების და წოდებების აღდგენისათვის. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ყველა მოქალაქე თანასწორია შესაბამისად ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა. სამეფო კლუბში გაერთიანებულია სხვადასხვა პოლიტიკური წამსისა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის ადამიანები. სამეფო კლუბში მიუღებელია რომელიმე პოლიტიკური ძალის რეკლამირება ან კრიტიკა. კლუბი არ უპირისპირდება არც ერთ პოლიტიკურ ძალას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. პირიქით, იგი ეცდება ყველა დაარწმუნოს კონსტიტუციური მონარქისტული წყობილების აუცილებლობაში და ამისთვის მიმართავს მხოლოდ კონსტიტუციურ მეთოდებს. მონარქისტული კლუბის წევრობა შეუძლია ყველას, მათ შორის სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც, ვისაც სურს საქართველოს ერთიანი სამეფოს აღდგენა. სამეფო კლუბის წევრებისათვისაც საჭიროა წერილობითი განცხადებებით მიმართოს სამეფო კლუბის სპიკერს ან თავმჯდომარის. კლუბიდან გასვლა თავისუფალია, კლუბის ყველა წევრი თანასწორია. სამეფო კლუბს მართავს სპიკერი, რის კრებაზე ეხმარება რომელიმე წევრი, რომელსაც დანიშნავს სპიკერი. შემოწირულობები გროვდება ხაზინადარის მიერ, ხოლო განკარგავს სპიკერი და კლუბის სხდომა. სხდომის თარიღს სპიკერი და მისი თანაშემწეები შეატყობინებენ ყველა წევრს. შეძლების დაგვარად გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით ან კრების გადაწყვეტილებით. კენჭისყრით მიღებული გადაწყვეტილების ხელახლა კენჭისყრის დაყენება შეიძლება მხოლოდ 3 თვის მერე.
სხვა საკითხებისათვის იქნება შესაბამისი კოლეგიები. საერთო კლუბის სახელით გამოსვლა შეუძლია ყველა წევრს, თუ ეს ეხება მონარქიის აღდგენის საკითხებს. სხვა შემთხვევაში სპიკერთა შეთანხმებით კლუბის სახელით გამოსვლას მიუღებელია პოლიტიკური აგრესიის გამჟღავნება. საერთო კლუბის წევრები დასახული მიზნის ხორცშესხმისათვის თავის საქმიანობას წარმართავენ ქრისტიანული მორალით, ურთიერთთანადგომით, კოლეგიალობით, მიმტებებლობით, სოლიდარობით, მეგობრული ურთიერთობით, კანონებითა და კონსტიტუციის მინიჭებული უფლებებით. საერთო კლუბს აქვს ლოცვა კურთხევა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იერარქიებისაგან, მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნიტარისტის ილია მეორესაგან. აუცილებლობის შემთხვევაში რეგლამენტში შეტანილი იქნება შესაბამისი საერთო კლუბის სხდომის მიერ. ეს იყო ის, რაც უნდა გამისწრო თქვენთვის, ჩემო მეგობრებო. ჩვენ ვართ საერთო კლუბი. ეს გადაცემაც არის საერთო კლუბის გადაცემა YouTube არხზე, ეს გადაცემა საუბრები სახალხო კონსტიტუციურ მონარქიაზე. ვისაც გაინტერესებს ჩვენი არხი და ეს საერთოდ მონარქიაზე საუბრები, გამოიწერეთ ჩვენი არხი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.